პირველი სტუდია განაგზობს პირდაპირ ეთერში მუშაობას დედაქალაქის ბიუჯეტი რა მიზეზით არ დამტკიცდა მთავარი საფინანსო დოკუმენტი საკრებულოს უმრავლესობის შენიშვნები და უმცირესობის პროტესტი აპირებს თუ არა მერია ბიუჯეტში მეტი სიცხადის შეტანას და რა მოხდება პროექტის სამჯერ ჩავარდნის შემთხვევაში თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია არიან დღეს ჩვენი სტუდიის სტუმრები მოგესალმებით ქალბატონ სევდია ბატონ ჯაბა დიდი მადლობა რომ მოვდანდით ჩვენთან სტუდიაში ბოდიშრიფტი გავოდინეთ თუმცა გადავიდეთ უკვე იმ თემაზე რაზეც მოგიწვიეთ დღეს აქ სასაუბროთ ქალბატონ სევდიასგან მინდა დავიწყო ბიუჯეტთან დაკავშირებით თქვენც და დედაქალაქის მერია ზოგადად უკვე ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემებზე საუბრობთ ბოლო დღეების განმავლობაში თუ შეგიძლიათ დააკონკრეტულად აი კონკრეტულად რა პრობლემები შეიქმნა და რატომ არ არის საკმარისი აი ამ პრობლემების დასაძლევად და აი ამ პრობლემების გადასაჭრელად ის თანხა რისი განკარგვაც აი ამ პირობებში შეუძლია მერიას მოგესალმებით, საქმეც ის არის, რომ არავითარი პრობლემა არ არის და არ უნდა იყოს, იმიტომ რომ კანონის შესაბამისად 25 ნოემბერს ჩვენ როდესაც გავგზავნეთ ბიუჯეტი და მოვიდა მასზე გარკვეული შენიშვნები 14-დან 10 დაკმაყოფილდა, რაც მათ სულდათ ცხადი გახდა, ან გაცხადდა, ან გაიშალა. ხოლო ის 4 პუნქტი, რომელიც იყო, თქვათ, არ დაკმაყოფილდა, არის ის, რომ ის არ არის საჭირო ბიუჯეტში ეწეროს. ახლა კონკრეტულად სად დაიდგმება ლადო გუდე ასათიანის ძეგლი, ამისთვის ეს ბიუჯეტში არ იწერება. ასე რომ არავინ წინააღმდეგი ამაზე არ არის, უბრალოდ ბიუჯეტში ეს ვერ ჩაიწერება. ან და არის ისეთი საკითხი, მაგალითად, რომ არ არის ჩვენი ქონება და არა ჩვენ ქონებაში ითხოვდნენ, რომ გავანაშენიანოთ მწვანეთი, ესეც აუხსენით. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ყველა შენიშვნა გათვალისწინებულია და ველოდით, რომ თუ რაიმე კიდევ იყო, ასეთ შემთხვევაში იქნებოდა შემდეგი კომუნიკაცია. ასეთი არ ყოფილა. ჩაატარდა საფინანსო კომისიის ხდომაც მშვიდობიანად და უცბად 29 დეკემბერს მივედით და აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტი ჩავარდა. ამ ბიუჯეტის ჩავარდნას უძღოდა წინ 2 საათნახევრიანი ბატონ პაპუნა პეტრიაშვილის პროფესიონალისა და სპეციალისტის დიდი პრეზენტაცია, სადაც ყველაფერი იყო დეტალურად განმარტებული და თუ რამე არ იყო, იქვე თუ რაღაც მოითხოვეს, იქვე მიაწოდა ტრანსპორტის სამსახურმა და ასე შემდეგ, მაგრამ მიუხედავად ამისა, აშკარა გახდა, რომ ეს იყო გამიზნული ჩაგდება. რა მიზეზებზე საუბრობთ? პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით იყო განცხადებები გაკეთებული მერის ვერ გეტყვით, იმ მომენტში ეს სრულიად გაურკვეველი იყო ჩვენთვის, ვინაიდან ჩვენ იქვე უთხარით. რომ ეხლავე მზად ვართ, გავათენოთ, შევთანხმდეთ, კი ბატონო, დავაკმაყოფილებთ, რასაც ისინი ითხოვენ. გამოიტანეს რაღაც უცნაური დოკუმენტი არ იყო ეს იყო რაღაცა სარევიზიო კომისიის, რამოსაზრება კომისიის ხდომის არც ოქმი იყო და არც აქტი იყო. და რაღაც უცნაური ისეთი მოთხოვნები იყო, რომელსაც მე მგონი ჩვენი მოსახლეობა ვერ გაიგებს. მაგალითად, კომუნალურ ვაუჩერთან დაკავშირებით იყო ისეთი მოთხოვნა, რომ ეს პრაქტიკულად მის გაუქმებას ნიშნავს. მაგალითად, წყალმომარაგება, როდესაც შარშან თვითონ ითხოვდნენ და ჩვენ ჩავსვით და ესე იგი თბილისის შემოგარენი სოფლების წყალმომარაგების საკითხი არის, ამაზედაც შეთანხმებული ვიყავით და ეხლა ეჭქვეშ დააყენეს, რომ ეს უნდა იყოს თუ არა. რა მიზეზს ასახელებთ თქვენ ქალბატონ სევდია? მაშინ რატომ მოხდა? თუ გაითვალისწინეთ შენიშვნები, რატომ არ მოხდა ბიუჯეტის მაგაშია საქმე ქალბატონო და ამიტომ დგება ეჭქვეშ, რომ ეს იყო პოლიტიკური მიზეზი, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ თქვენ საკრებულოს ხდომა და თითოეული წევრი თავის რაღაც მოთხოვნას აყენებს ზეპირს. ეხლა თუ ეს არ იქნა შეჯერებული, თუ ეს არ იქნა წერილობით წარმოდგენილი, ჩვენ როგორ უნდა გავითვალისწინოთ? თქვათ ერთი თხოვნა ერთ შეუსულოთ ვიღაცას, იქ კალათბურთის გუნდის შექმნა უნდა, ვიღაცას უნდა რომ ვაუჩერი გავაუქმოთ, იმიტომ რომ გიგი უგულავას სახელთან არის დაკავშირებული ეს ასეთულია და აღარ არის ბატონო ეს გიგი უგულავა მათ სახელთან იყო. პოლიტიკური მოტივი ახსენეთ თქვენ, თუმცა მამუკა კაციტაძემ გაავრცელა განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომელიც ამბობს, რომ ის აი ამ ვერსიას არ ეხანხმება და ამბობს კონკრეტულ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც მან როგორც რომელიც არ არის უმრავლესობის წევრი საკრებულოში, რის გამოც მან არ დაუჭირა მხარი აი ამ ბიუჯეტს. არა, ეს ყველა უმრავლესობა არის, ყველა სწორად იყო მაინც თქვენი აზრით პრიორიტეტები განაწილებული. მამუკა კაციტაძეს რაც აინტერესებდა და სულ სხვა აინტერესებდა ბატონ ჯაბას, სულ სხვა აინტერესებდა ქავთარაძეს, რომელი ერთი უნდა გაგვეთვალისწინებია. მიუხედავად ამისა, ვთქვით, რომ ეხლავე დავჯდეთ და დავიწყოთ ამაზე საუბარი. ეს დემაგოგიური განცხადებები, როგორცაც ბატონი კაციტაძე აკეთებდა, რომ როგორ 500.000 თქვენ გინდათ ანძის განათებაზე გავხარჯოთ, მაშინ როდესაც უსახლკაროთა თავშესაფარზე ხარჯავთ 300.000 თუ 200.000. მინდა გითხრათ, რომ ის შენობა არსებობს უკვე. ეს მის
გარემონტებაზე არის ეს თანხა. რაც შეეხება ანძის განათებას, კი ბატონო, აი ბატონი ჯაბა აქ არის და გეუბნებით, თუ არ გინდათ რომ ანძა იყოს განათებული და ხედავთ თანდათან როგორ ხრება 2006 წლიდან ხელი არავის დაუკარებია მანძისთვის ისე იყო ისეთ სიმძიმებით ახარებდა ამ ქალაქს. გამოვრთოთ ბატონო ეს ანძა თუ ის 500,000 უშველის ვინმე თანახმავართ ოღონდ გვაცნობოთ შეჯერებული აზრი. ერთ-ერთი უნდა მეორეს მეორე მესამეს მესამე წერილობით თუ გვექნება ჩვენ მზად ვართ ყველა. ბატონ ჯაბას მოსაზრება მოვისმინოთ, მე დაგიბრუნდებით რა თქმა უნდა. თქვენ საუბრობდით ბატონო ჯაბა, მერის მხრიდან საბოტაჟის მცდელობას აქვს ადგილიო. აი ეს განცხადება რას ეფუძნება და ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ მერიას აი ამ პირობებში აქვს თუნდაც გარკვეული სოციალური ვალდებულებების შესრულების საშუალება. ძალიან კარგი დაადასტურა ხალბატონმა სევდიამ რომ ისასრულებს ამ სოციალურ ვალდებულებას გამომდინარე იქიდან რომ ზუსტად 2 დღეა ჩვენ გვესმის რომ თურმე ბიუჯეტის არ დამტკიცებამ გამოიწვია სოციალური ვალდებულების შესრულება რაღაც კითხვის ქვეშ დადგა. ეს ძალიან კაია რომ ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში ხალბატონი სევდია თავისივე კოლეგების მერის თანამშრომლებისაც ამ არა მე ვიტყოდი არა პროფესიონალურ გამონათქვამს არ ეთანხმება. რაც ეხება ბიუჯეტის მიღება არ მიღებას, რომელიც საბოტაჟი რაში დაინახეთ? მოგახსენეთ. პირველ ნაწილში ხალბატონ სევდიას უპასუხებდა, ასევე გიპასუხებთ საბოტაჟთან დაკავშირებით. მოდით მივყვეთ თანმიმდევრულად. ჩვენ წარმოვიდგინოთ ჩვენი ასე ვთქვათ მოთხოვნები. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ჩვენი იყო გაუქმებულიყო ის ბორდები, რომელიც შექმნილია თბილისის მერის მიერ დაარსებულ ორგანიზაციებში. იმ მომენტში, როცა თქვენ ბიუჯეტის დამტკიცებაზე იყავით მობრძანებული თბილისის საკრებულოში, ხალბატონო სევდია არ იყო გაუქმებული და თქვენმა ერთ-ერთმა მოადგილეთაგანმა ამ შემთხვევაში როგორც მერის მოვალეობის შემსრულებელს მოგმართავთ, ბატონმა აბესაძემ დაადასტურა კიდევაც, რომ დღეს კვირაა, ჩვენ კვირა შევატარებთ ეს ხდომა, ხვალ ორშაბათია და ჩვენ ასე ვთქვათ გვენდეთ ჭალებში ვთქვათ, პოსლეზე გვენდეთ და ხვალ ჩვენ ამას გავაუქმებთ. ეს არ არის დამოკიდებულება საკრებულოში. თქვენ ყოფილი საკრებულოს წევრი ხართ. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ საკრებულოში უნდა იყოს ჩამოწერილი დოკუმენტი, ეს იყო პრინციპული პოზიცია, რომელზედაც პოლიტიკური განცხადებები კეთდებოდა, რომელზეც საკრებულო არის პოლიტიკური ორგანო ნაწილობრივ. პოლიტიკური განცხადებები თვეების მანძილზე რომ გააუქმეთ ის ადგილი, სადაც ნაცმოძრაობა ასე ვთქვათ კომფორტულად გრძნობს თავს. ის ბორდები, სადაც რომელიც 48 წევრიდან თითქმის ყველა არის ყოფილი პარლამენტის წევრი და 2 მილიონს ტყუილად ხარჯავს თბილისი და ეს არის სწორედ ზრუნვა ქალაქზე და გაუქმეთ. თქვენ ეს არ გაითვალისწინეთ. თქვენ წარმოადგენთ ბიუჯეტი, რომელშიც პირდაპირ გიწერეთ ერთ-ერთი მუხლია, საინტერესო მუხლია. ერთად ვაკეთოთ საქმე თბილისისათვის. გაჩნდა ეს მუხლი. რა საქმე უნდა ვაკეთოთ თბილისში? მილიონი დევს პროგრამა, რომელიც პროგრამა დუბლირება ხდება ზუსტად ხალბატონო სევდია სხვა მუხლებშიც. რატომ ვაკეთებთ ამათ? ეს მე მაგონებს იცით რას? როცა თქვენ და მე ერთად საკრებულოში ვიყავით, მაგრამ მერია წარმოადგენდა ასე ვთქვათ ბიუჯეტს. აი ესეთ ბიუჯეტებს, აი ნახეთ 2013 წელს საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება დასაქმების ხელშეწყობა მილიონი. სამთვეში რა მოიღო მე, როცა უმრავლესობა შეიკრიბა. ანდა მაგალითად 9 მილიონი მოქალაქეთა ინიციატივის მხარდაჭერა. ანუ ბატონ ჯაბა, ბიუჯეტის ჩაგდების რეალური მიზეზი იყო ეს მისი შინაარსი და გამორიცხავს აბსოლუტურად აი იმ ვერსიას, რომელზეც იყო სხვათა შორის საკრებულოს უმცირესობის მხრიდან საუბარი, რომ ეს იყო პოლიტიკური მიზეზები და ასევე არ შემიძლია არ აღნიშნო ის თემა, რომ ბიუჯეტის სამჯერ ჩაგდების შემთხვევაში დედაქალაქი ფედერალურ მმართველობაში გადადის. აი ამ ყველაფერს თქვენ გამორიცხავთ და მხოლოდ შინაარსი არის პრობლემა ბიუჯეტთან დაკავშირებით. ჩვენი დღევანდელი გუშინდელი და ამ ბოლო პერიოდის განცხადებებში მხოლოდ დომინირებს ერთადერთი აზრი. წარმოადგენთ ჩაშლილი ბიუჯეტი. და ამას ჩვენ ვამბობთ ძალიან ერთი უბრალო რამის გამო. ჩვენ სხვა ბაერკეტი საკრებულოს არ გაგვაჩნია. სამწუხაროდ ჩვენ მერე უკვე მონიტორინგის ახორციელებ, მაგრამ ფიზიკურად ვერაფერს ვერ ვუკეთებ, თუ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილში შეამჩნია რაიმე დარღვევა. იმიტომ რომ ფაქტობრივად ისია კანონი, რომელიც ნაცმოძრაობამ თავის დროზე მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის, დამახინჯებულია. ერთადერთი მე მაქვს ბიუჯეტი. მე ბიუჯეტს არ მივაღებინებ არავითარ შემთხვევაში ისეთ როგორც იყო აქამდე, რომელიც იყო ფეხქვეშ გათელილი ნაცმოძრაობის პარტიის რომ შენიშვნების გათვალისწინება მოხდება. აი ეს არის, ეს უკვე, აი აქ არის საბოტაჟი. ამიტომ მიმართავ ხალბატონ სევდიას რომ წარმოვადგინოთ გავიაროთ მუხლობრივად, ვიცოდეთ, აი ერთად ვაკეთოთ საქმე თბილისისათვის კი არა, იქნება ის 1 მილიონი სხვაგან უფრო კეთილად საქმეზე მივმართოთ. გავიაროთ მუხლობრივად და რომელი წლის ბიუჯეტზე საუბრობთ ახლა? ბატონო? რომელი წლის ბიუჯეტზე? 14 წლის ბიუჯეტში. აი
14 ბიუჯეტში ეს მუხლი პირდაპირ გიძევთ ქალბატონო სევდია ეკონომიკურ განვითარებაში, რომელიც დუბლირებულია სხვაგან. ეს არ არის მარტო ერთი. დუბლირებული არ არის. როგორ არ არის აგერ არის და მე შემიძლია კონკრეტულად მუხლების მიგითითოთ სად შეიძლება სადაა დუბლირებული აღნიშნული მუხლი. ეხლა მე როდესაც საუბრობ აღნიშნულ და დაკავშირებით, აქ შეკითხები მარტო ამაზე არ არის. აქ არის მაგალითად ქალბატონი სევდია გეუბნებოდა თქვათ წყალმომარაგების სისტემის უზრუნველყოფაზე შემოერთებულ სოფლებში და ამაზე იყო საუბარი. ქალბატონი სევდია თქვენით რომ ეს ბიუჯეტში 2013 წელს უკვე იდო და მერია არ შეასრულა ეს ვალდებულება. მას მიდონე. კი, 2000 როგორ გაგატევათ პიტა 7 მილიონი ნახევარი იყო დაკვეთა პროექტების იქ იყო ექსპერტიზები ყველაფერი გაგაჩნდა და ეხლა გადავიდა პრაქტიკულად არა ეკონომია დარჩა 7 მილიონი ნახევრიანი იყო 7 მილიონი ნახევარი დახარჯული იყო დაიხო როგორ გეკადრება დაიხარჯა პროექტებისთვის და იმის იქით არ წასულა წინ პროექტის იქეთ პროექტის გარეშე ხომ არ გაკეთდა 2013 წელს 2013 წელს ქალბატონო 2013 წელს გქონდა სრული დრო იმისათვის რომ გახოცებებული ბატონო ჯაბა როგორია თქვენი მოლოდინი ყველაზე თავი პროექტის გარეშე უნდა დაეწყოთ მაინტერესებს მოხდება თუ არა თქვენი აზრით შენიშვნების გაკეთება ექსპერტიზების გარეშე უნდა დაეწყოთ ეს დავამთავრებ ქალბატონიკა აი ხო ესია ქალაქში სიტუაცია. თქვენ იცით რამდენი დარჩა დეკემბრის ჩათვლით ეკონომია რამდენი ქონდა? ან დაუხარჯავი ფული მერიას 100 მილიონი. რომელსაც 50 მილიონი დეკემბერში შესწორებებით გადავანაწილეთ და ფაქტობრივად 55 მილიონი აგერ არის კიდევ დოკუმენტი მე ხუთი განაცხადი 55 მილიონი დაუხარჯავი თანხა დარჩა. მეშინია ეს არის საშუალება და მე ვისაუბრებ ისევ თქვენ 2010 წელს და 2012 წელს გარკვეული შენიშვნები ბატონმა ჯაბამაც თქვა არა აპირებთ თუ არა რომ გაითვალისწინოთ აი ეს შენიშვნები და უფრო დეტალურად იყოს რაღაც გაათვლილი და გაწერილი აი ეს პროექტების შინაარსი. მე სწორედ ამით დავიწყო რომ ჩვენ გვაქვს სწორედ ეს სურვილი და ამ შენიშვნების შემდეგ როგორ ფიქრობთ მიიღებს საკრებულო დაამტკიცებს ბიუჯეტს? მე არ ვიცი ეგ მათიციან მხოლოდ. თქვენი მოლოდინი როგორია? და მინდა დავიწყო იქედან რომ ეს საბჭოური აზროვნებაა რომ თუ თანხა დარჩა ეს არის დანაშაული. დანაშაული არ არის ჩვენ გვაქვს ტენდერები, ჩვენ ეკონომია შეიძლება წინა წელსაც დაგვრჩეს, იმის წინაც დაგვრჩა და ეს გროვდება. ეს არ არის დანაშაული პირიქით. ეს არის კარგი, იმიტომ რომ ტენდერები ეს არის არაერთი წლის. არ არის არც არის 100 არის 80 და არის არაერთი წლის. მაინც არ არის დანაშაული. 9 მილიარდიც რომ იყო არ არის, იყოს არ არის δανაშაული. იმიტომ რომ ეს არის ის რომ ეკონომია გაკეთდა ეს ერთი და სწორედ ამ ეკონომიის ხარჯზე არის ის რომ ჩვენ დაგვაკლო ტრანში 50 მილიონი სახელმწიფომ და მიუხედავად ამისა ჩვენ ის რაც დაგეგმილი ქონდა ინტერობებში თუ ამ ტრანშს მოგწევდა მაინც დავგეგმეთ წინწრებად აი ეს ყველა პროგრამები და პრიორიტეტები. რაც შეეხება იმას რომ მზად ვართ თუ არა მაგას ვამბობ ზუსტად ვიხვეწებით ოღონდ მინდა გითხრათ აი როგორც ახლა ჩაანაცვლა ბატონმა ჯაბამ და ზეპირი მოთხოვნა ესე იგი არ მიიღეს ზეპირი პასუხი და ზეპირ მოთხოვნაზე რომ ბორდები გაუქმებულიყო არ მიიღეს ყოველთვის ასე მოგატყუებენ ასე ვთქვათ მოგვაღორებენ როდესაც ისინი გვეტყვიან რაღაცას და ჩვენ გავაკეთეთ გვეტყვიან არა ჩვენ ეს კი არ გვინდოდა და თქვენ ეს კი არ თქვით ამიტომ ეს უნდა არ მიიღებენ თუნდაც შესწორებულ ბიუჯეტს ესეთია თქვენი მოლოდინი წერილობითი არ იქნა თუ წერილობითი არ იქნა ეს ესე იგი მოთხოვნები მათი და ამაზე ჩვენ ეს არ გავითვალისწინებთ მე რეიტყვიან ეს კი არა ის გთხოვნა წერილობით მოთხოვნებს ითხოვთ მათგან აუცილებლად ეს ერთიანი პოზიცია ხო უნდა მოგვაწოდოს დაახლოებით 1 წლის მანძილზე წერილობითაც მოგმართოს ბატონ ჯაბა და მე თქვენ თუ არ იქნება ერთიანი პოზიცია ის რომ თქვენ რაღაც საჯარო ინფორმაციას არ გაძლევდნენ ეს სხვა საკითხია და დანაშაულია და ეგ არ უნდა მოხდეს მაგრამ ერთიანი პოზიცია თუ არ იქნა ქალბატონიკა მე ვისი გავითვალისწინო კიდე ერთხელ ვკითხულობ ქართარაძე სხვა რამე უნდა ბატონ ჯაბა სხვა რამე უნდა კაცეტაძე სხვა რამე უნდა ყველას თავისი პრეტენზია აქვს და ამაზედაც თანახმა ვიყავით თავს არ იყავით მაგრამ ეს არის სურვეს ერთი აწია ხელი ბატონმა ირაკლი შეხიაშვილმა დირიჟორით გაიქნია და მორჩა იმ წუთას ყველა მისცემის საქმე როგორც საჭირო იყო ანუ ბატონ ჯაბა აქედან დასკვნა და შეკითხვა შესაბამისად იქნება თუ არა საკრებულოს მხრიდან შეჯერებული შენიშვნები რომელსაც წერილობითი სახით წარუდგენთ მერიას და აი ამ შემთხვევაში მზად ხართ თუ არა რაღაც გარკვეული კონსულტაციები უმრავლესობამ და უმცირესობამ გაიაროთ და საბოლოოდ მოხდება თუ არა ყველაფერი მის გათვალისწინებით რა შენიშვნებიც იქნება ამის გათვალისწინებით მოხდება თუ არა ბიუჯეტის დამტკიცება ჩვენი მთავარი მოთხოვნა ეს არის რომ იყოს ბიუჯეტი
ბიუჯეტი გამჭვირვალე. ამაზე პირველი ნაბიჯი უნდა გადმოდგას და ჩვენი აი ეს იყო თხოვნა გადმოდგას ქალაქის მერიამ, ვინაიდან თითოეული მუხლი უნდა იყოს ჩაშლილი. ბუნებრივია ჩვენ გვაქვს ჩვენი წინადადებები, ჩვენ გვაქვს ჩვენი წინადადებები. პროგრამებში წესები აქვს, წარმოგიდგინათ ყველაფერი პაპნა პეტრესულმა. ყველა დიაგრამები, მემკვიდრეობის გასაუბრებით მაგის მაგია ჯობდა გამოგვიგზავნა იგივე ხარჯვითი ნაწილი რასაპირებთ იანვარში იგივე ხარჯვითი ნაწილი რასაც მოითხოვთ ეს არის სწორედ გამოაგზავნეთ ჩვენ მიუხედავად საფინანსო საბიუჯეტო კომისიის არაერთი მოთხოვნისა ფინანსთა თქო მერიის შესაბამისად ერთხელაც არ მოხდა კომისიამ თქვენჯერ მე სარევიზიო კომისია იყოს პარადი გაგზავნილია მერიაში როგორც სრულობ ერთი წერილი მიჩვენეთ თქვენმე ვისი თევდორაძეა თუ ვინ არის იქა იმის გამოგზა არ არსებობს და ქალბატონი თევდორაძემ რამდენიმეჯერ ჩვენთან და ჩემთან დასწრებით ესაუბრა საფინანსო განყოფილების საუბარი მე ზუსტად ამ საუბრებს ვაპროტესტებ ეს იცით რა ხდება წერილობით შენიშვნებზეა საუბარი და შემდეგ სულიან თავიანთ მოთხოვნებს და ეხლა ასე ყოველგვარ ბატონ ჯაბა წერილობით შენიშვნებით შეიძლება მივასრულოთ ამ კითხვაზე ანუ იქნება და ამ შემთხვევაში წერილობით შენიშვნებიც იქნება რომელსაც წარგენილი იქნება ასე ვთქვათ მერიასთან ის შენიშვნები რაც გვაქვს ჩვენ ამ დოკუმენტთან მიმართ და პლუს ამისა ჩვენ ვეუნებით ქალაქის მერიას დავსხდეთ ერთად და გავიაროთ მუხლობრივად სად რა თანხის დახარჯვა გინდათ ეს არის ბლეფი როდესაც ასეთი საუბარია მე ასე ვთქვი ქალბატონოსებია პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ და რაზედაც ვიღებთ მე მაინტერესებს ერთი კითხვას დავსვამ აბსოლუტურად არავინ არ არის იმაზე პასუხისმგებელი. ამიტომ მე ჩემი პოზიცია ასეთია და ამ პოზიციას მე არ ავიღებ პასუხისმგებლობას ქალბატონოსებია მაგ დოკუმენტში. სხვა აზრის არის შეიძლება და აი ბატონ პაპნა პეტრიაშვილს უნდა და გუნია რომ ის თუ ივლის და გაუხსნის ყველაფერს და ისინი დათანხმდებიან ამას უნდა ენდოს. მე ასე არ მიმაჩნია და მინდა ვთქვა რომ ჩემ პოზიციას მე აუცილებლად ჩემს გუნდში გავაჟღერებ რომ ჩვენ თუ არ გვექნება წერილობითი ესე იგი პასუხი ზუსტად ეპისტოლარული და ასევე არ ვუპასუხებთ და წერილობით მოთხოვნას ჩვენ მე პირადად ვერ ვენდობი ვერავის ლაპარაკს. გავივლი და მე არ დაამტკიცებ სიტყვის, არა მე კიდე სხვა მოთხოვნა ქონდა. ყველა თავის ინტერესია, ყველა თავის ინტერესები აქვს იმ ბიუჯეტში. ბატონ ჯაბა, თუ კვლავ ვერ მოხერხდა ბიუჯეტის მიღება, რამდენად მზადაა საკრებულოს უმრავლესობა აიღოს პასუხისმგებლობა, სწორედ პასუხისმგებლობაზე საუბრობდით ახლა თქვენ, აიღოს პასუხისმგებლობა აი იმ პროცესებზე, რაც ამ შემთხვევაში დადგება, ანუ თუნდაც თვითმმართველობის არჩევნების წინ დედაქალაქი რომ დარჩეს ქალაქის მერიას და ამ აღნიშნული დოკუმენტიც იანვართან დაკავშირებით გაიგზავნა ბუნებრივია აღნიშნულ ხომაზე დეკემბრის მიწურულს 29 დეკემბერს ჩვენ გქონდა ამაზე საუბარი და ქალბატონისებია ესწრებოდა ჩვენ გვინდა ჩაშლილი ბიუჯეტი ჩვენ სხვა ბერკეტი არ გვაგოჩნდეთ ჩვენ ამ ბიუჯეტს ვერ ვანდობთ ამ გუნდს მარტივად ქალაქის მერი ყოფილი მერი არის ვასკაკ სასამართლოში იხილება მისი საქმე საბიუჯეტო სახსრების მიწისებისათვის 55 მილიონზეა. უამრავი შეკითხვა არსებობს. ქალბატონოსებია, უამრავი შეკითხვა არსებობს გიგი უგულავას მიმართ. იმ გუნდს თქვენ გინდათ რომ 740 მილიონი ანდო? მე ვერ ვანდო. მე ვერ მოგ მე წავალ თქვენთან. არენდობიან გუნდს და ესენი არაპირებენ დამტკიცებას. ჩვენ წარმოადგენთ მე უნდა ვიცოდე სად რას ხარჯავ. იმიტომ რომ ხვალზე გიგივი არ გამეორდეს, რასაც აკეთებდით წლების მანძილზე. აი ესეთი ბლეფი მართლაც ჩასული. ბატონ ჯაბა თქვენ ქალბატონი სევდი ერთი წუთით კითხვას დავსვავ და კიდევ სხვა თემებზეც მინდა ვისაუბრო. ქალბატონი სევდი ამბობს რომ კონკრეტული წერილობით წარმოდგენილი შენიშვნების შეჯერებული შენიშვნების გათვალისწინებისთვის მზად არიან თუ ეს შენიშვნები გაითვალისწინეს, ყველა ის შენიშვნა, რომელსაც თქვენ მათ წერილობით წარუდგენთ, ამ შემთხვევაში მოხდება თუ არა ბიუჯეტის მიღება? მოკლედ მიპასუხეთ. მოდი, ქალბატონო ეკა, ჩვენგან იქნება ყველანაირად წერილობითი ჩამოწერილი შენიშვნები, თუ მერია წარმოგვიდგენს ჩაშლილი ბიუჯეტი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა თანხა სად მიდის. აქ ვერ ნახავთ თქვენ ამას. დასუფთავების ღონისძიებები 38 მილიონი და დამთავრდა. მე მაინტერესებს სად რა ხიფასზე რამდენი მიდის თქვა ტექნიკურ მანქანა
ეს ჩაშლილი გავიაროთ საკრებულოში შესაბამისად კომისიებმა შესაძლოა ასეთი ჩაშლილი ბიუჯეტის წარდგენა შესაძლებელია ქალბატონ სერდია ფიზიკურად ამ თანხას მოხდება აი ასეთი ეგრეთ წოდებული ჩაშლილი ბიუჯეტის არა პაპუნა პეტრიაშვილი სამსახურის უფროსები ქალბატონ სერდია შეიძლება და სამსახურის უფროსებიც იყვნენ იქ მისული შესაბამისი ბიუჯეტს აქვს თავისი ფორმა ჩვენ ისეთ რომელიც სოფლიოში არ არსებობს ვერ მოვიგონოთ ბიუჯეტში გაწერილი არის პრიორიტეტები 10 პრიორიტეტის მიხედვით და მე მაგაზადაც მინდა გითხრათ რომ ლაპარაკი როა რომ არ ყოფნით როგორ სადღაც ყოფნის მაგრამ სადღაც პრიორიტეტებში რომ ახალი პროგრამები გაჩნდა არ ყოფნის მაგრამ ამას დავანებოთ ახლა თავი აუხსნა რომ იქ იმის შეტანა რასაც ესენი ითხოვენ არ შეიძლება უბრალოდ ეს არსებობს გარკვეული ფორმა დადგენილი წესები არსებობს და რაც ახლავს ამ ბიუჯეტს ეს ყველაფერი წარდგენილიც არის მიტანილიც და რასაც მოითხოვენ ყველაფერს მივიტანთ მაგრამ აი ეხლა რომ ტელევიზიით ამბობს ამას ბატონი ჯავა ეს კი არ არის მოთხოვნა ანდა ბრიფინგზე რომ იტყვის მოთხოვნა არის ის რომელიც მოვაწერილობით რომლის მიხედვითაც ჩვენ გავაგზავნით რა ბიუჯეტს და მის თანხლებ ყველა იმ დოკუმენტაციას რომელიც მას წარუდგენდა ბატონმა პეტრიაშვილმა წარუდგენდა სამსახურის უფროსებად ცალ-ცალკე შეხვედრები ჰქონდა რომელიც ვერ გახდება იმ 14-დან რო არ გაითვალისწინეთ ჩვენი შენიშვნები ის იყო თუ არა მიზეზი? არა, ძეგლია მიზეზი? და ბორდების თემა თქვენ ახლა აი ეს ტაქტიკა. ბორდების თემა გადაწიეთ გვერდზე, თითქოს არაფერი, არა ბორდები არ გაუქმებულა მანამ. ბორდები შესრულდა. ბორდები შესრულდა, მაშინ რაც ჩავარდა ბიუჯეტი. არა, როგორ გასულანოსკე რა მნიშვნელობა? ბიუჯეტი ჩავარდა და შემდგომ მეორე კვირას აკეთებ ბორდებს გაუქმებთ. უბრალოდ კი არ ცრუობთ. თქვენ ახლა სასტიკად ტყუით, იმიტომ რომ რა რიცხვი გაუქმებთ ბორდები? რა რიცხვი გაუქმებთ ბორდები? მან დასაწყისშივე თქვა განაცხადა მოადგილემ ერთმაც და მეორემაც რომ ბორდები არ იქნება ბორდები გაუქმებთ. რა რიცხვი გაუქმებთ? თავრობაზე ბორდები. არ ვიცი, მაგრამ რა მნიშვნელობა? როდის გაუქმებთ? 31 დეკემბერს. 31 დეკემბერს. სხდომა ჩატარდა 29 დეკემბერს. ამ ორ დღის იმას აქვს მნიშვნელობა. რადგან ორი დღის? სათამაშოა საკრებულო? დოკუმენტი წარმოადგენდა ძალიან ხო რა. წესი წესია და პატივეთი თბილისის საკრებულოს. წესი წესი არის თბილისის საკრებულო თვითონ უნდა წეს პატივი თავის თავს და ისე მოიქცეს რომ ხალხმაც ეს პატივი და არ გახდეს სამყარო. ერთ კითხვას დავსვავ და უნდა დავასრულო. ეს ფორმალური საკითხი არის აბსოლუტურად მას ძალიან კარგად იცოდნენ და ბორდების თემა აქ არ იყო. აქ იყო წინასწარი გადაწყვეტილი. გასაგებია, მაგრამ იმ 14 შენიშვნაში იყო ეს საკითხი. ეს არის ნაცმოძრაობის 50 ადამიანის დაფინანსება 2500 ლარიანი ხელფასებით. დანაშაული და კანონის დარღვევა არ არის ყოფილი ასე ვთქვათ, ყოფილი დეპუტატების და მეუნებით გააუქმეთ. ეს არ არის მიზანი. ბიუჯეტის პარტიული ინტერესებისთვის ხარჯავ. გააუქმეთ, არ იყო გაუქმებული გაბატონო პრეზიდენტი. რა მნიშვნელობა გაუქმებული გადაცემა რა აუქმეთ 31 დეკემბერს. თქვენ დაადასტურეთ ჩვენი ეს მაგალითად. ერთი კითხვა მაქვს, რომელიც უკვე ბიუჯეტს არ ეხება, ეს ეხება სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობას. ქალბატონო სერდია, იყო თუ არა თქვენი აზრით მერის მხრიდან სათანადოდ საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიწოდებული აი ამ თემასთან დაკავშირებით და თქვენი აზრით რატომ გახდა პრობლემატური ეს საკითხი? ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ეს მართლაც აქტუალური გახდა ბოლო დროს. ვინმეს რომ ეფიქრა რომ ეს გახდებოდა ესეთი პრობლემური, ალბათ მართლა ჩაატარებდა აი ამ სამუშაოს. ეს რომ ყოფილიყო ჩვენ გაგვეყიდა მიწა, ჩვენი ინვესტორი ყოფილიყო ან რამე, ალბათ მაშინ ეს განხილვა როგორც ხდება ხოლმე ადმინისტრაციული განხილვა და სტიპ არქიტექტურაში, ალბათ მოხდებოდა, მაგრამ ვინაიდან ეს იყო კერძო გადაყიდული 94 წლიდან გადაყიდული მიწები, რომლებიც მე გააერთიანა ვიღაცა ერთმა მესაკუთრემ და ეს 2900 კვადრატულ მეტრამდე და ვინაიდან ჩვენ იმას ვერც დავავალდებ ვერც ინვესტიციაზე ვერც არაფერზე, ვინაიდან იქ იყო საშინელი ნანგრევები და ეს მთელმა საქართველოს ნახა უკვე სლაიდები რა ნანგრევები იყო რესტორან ბუდაპეშტის და მის ადგილზე ამ ნანგრევებისა და ვირთხებისა და კრიმინალის ბუდის მაგივრად კეთილმოწყობილი თბილისური არქიტექტურის სასტუმროს აშენება თავისთავად არ გვეგონა რომ იქნებოდა სადაო მე ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი ამას ვინაიდან დღესაც მტკიცდება ეს რომ ის ბუნების დაცვისა და არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ რომ პრობლემა არ არის არც 9 ხე საიდანაც 5 იყო თვითნაყარი და არ ქონდა ფასი არც პრობლემა არ არის ის რომ სასტუმრო იქნება თუ რესტორანი არც ერთი არ უნდა იყოს აქ
პრობლემა არის გზა თურმე რომელიც იქ მიდის და მანქანები ივლიან. თუმცა ჩვენ აუხსენით რომ მიკრომ არაფერი ნებართვა არ აეღო. აი ამ ინვესტიცია არ განახორციელებია და უბრალოდ ავტოსადგომი გაეკეთებინა, ამის ნება მას ჰქონდა, ბევრად მეტი მანქანა ევიდა. ჩვენ არ გვეგონა რომ ამაზე ასეთი სპეკულირება მოხდება და ნებითუნებელია. ეს პრობლემა მაშინ როდესაც ძალიან დიდია საზოგადოებრივი პროტესტი. მე იცით რას ვფიქრობ? ეს მოხდა როგორ და ეხლა მე სადღაც ჩემ თავს ვადანაშაულებ ამაში. მე მივედი ვაკის პარკის რეაბილიტაციას ვაკეთებთ. ჩვენ და იქ არის ძალიან დიდი და ძალიან კარგი სამუშაოები, რომელიც არ გაკეთებულა ვაკის პარკის საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ხარ, საბჭოთა პერიოდშიც არ გაკეთებულა და აი აქ რომ მივედი, ვინაიდან ეს გადათხრილი ვაკის პარკის კეთდება, სანიაღურე წყალი, განათება, შადრევნები, ყველაფერი, ვინაიდან ამის წითელ ხაზებს მიღმა, რა თქმა უნდა, და ეს წითელი ხაზები ვაკის პარკის დადგენილია 2000 წლიდან. 19 ჰექტარი არ შეცვლილა. ვინაიდან ის მშენებლობაც იქ არის, ხალხმა ეს აღიქვა, რომ ეს მშენებლობა ამ ვაკის პარკში ხდება. მოხდა შეცდომა. მე ასე ვფიქრობ. ანუ ინფორმაციის არასწორად მიწოდება და ბატონ ჯაბას ამ თემას გავაგრძელებ. თქვენი აზრი მაინტერესებს, აი ზოგადად მწვანე ზოლის დაცვისა და რაღაცის განვითარების პერსპექტივა როგორ გესახებათ და როგორი უნდა იყოს ეს რეკრეაციულ უბნებთან დაკავშირებით პოლიტიკა მერიის თუნდაც და თან მაშინ როდესაც საუბარია რაღაც ინვესტიციების მოზიდვაზე. აი ამასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრება როგორია? კეთილად, ეს რაც შეეხება კონკრეტულად ამ შემთხვევაზე ვაკის პარკთან დაკავშირებით, საკრებულომ მიიღო სპეციალური დადგენილება, რომელიც მიხედვითაც მერიას მოუწოდა რომ გადახედოს აღნიშნულ ტენდერს. სამწუხაროდ ისევ და ისევ ჩვენ არ გვაქვს პირდაპირ ჩარევის უფლება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მხოლოდ ასე ვთქვათ რეკომენდაციით მივმართავთ მერიას და ეს იცის იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ. არა, რომ ამ შემთხვევაში მოხდეს კიდევ ერთხელ შეჯერება და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მოხდეს იმ ადგილის ახალებული ასე ვთქვათ დაგეგმარება. ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა ამაზე მერიის შესაბამის სტრუქტურებთან საუბარი, მაგრამ ეს არ არის კიდევ ერთი მხარეა. მე მინდა უბრალოდ მოკლედ გითხრათ, ალბათონი ეს არის ერთი შემთხვევა თბილისში. ძალიან ბევრი შემთხვევაა, სადაც ჩვენ საქმე გვაქვს უკვე სკვერების გაყიდვაზეც კი. სკვერები, რომლებიც კომუნისტების დროიდან მოყოლებული იყო, მათი გაყიდვაც ხდებოდა მერიის მიერ და იქ რაღაცა გარკვეული ინფრასტრუქტურის აშენება. ამიტომაც არის რომ ეს თემა არა მარტო აი აგერ ქალბატონისებდია და მე გთხოვთ რომ დაინტერესდეთ, იქ არ არის ერთი ხე, ორი ხე, სამი ხე. ეს თამაშია ამ შემთხვევაში. იქ ძალიან ბევრი შემთხვევაა. შემოერთებულ ტერიტორიაზე არის უამრავი და არასამთავრობო ორგანიზაციები სპეციალურ მონიტორინგსაც ატარებენ და დოკუმენტები არსებობს. როგორ ნადგურდება, არა, კარგია, თქვენ კი ამბობთ, კარგია, მაგრამ ყოფილმა მერმა და მისმა გუნდმა, აი რომელსაც ჩვენ რომ არ ვენდობით, აი ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ გაეყიდათ ეს მწვანე ზოლი და კარგი, დოკუმენტები არსებობს, დოკუმენტები და სოდაზე აი ამ სტუდიაში საკმაოდ წყალები აი როგორც ასათიანის ქუჩაზე ადამიანი მივეცით 17 ხეზე და მოუწია 27. ანუ ამ ყველაფერს სჭირდება მაინც მოკვლევა და გარკვეული პოზიციების შეჯერება. რომ მორატორიუმი გამოვაცხადოთ, თუ კი ეგრეა და განვიხილოთ, სად შეიძლება ვთქვათ აშენება და სად არა პარიზულში კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყავით დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები. დიდი მადლობა, მე გემშვიდობებით, მშვიდობები მაყურებელსაც. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით უკვე პარასკევს ზუსტად 22 საათზე კვირის მთავარი პოლიტიკური შეჯამებითა და აუდიტორიასთან და სტუმრებთან ერთად მე პირდაპირ ეთერში პირველი სტუდიით დავბრუნდები, ასე რომ დროებით ნახვამდის პარასკევამდე.